ყოველი კვირა დღე არის ღვთის იესო ქრისტეს აღდგომის ხსენების დღე. ასე რომ ნამდვილად მოსალოცია. ჩვენ ვიცით რომ უკვე მეორე კვირია კი აღსრულდა ჩვენი დიდი მარხვისა. ეს ორი კვირა ვიმარხულეთ ავად თუ კარგად, მაგრამ თავარია გულით. შეეცადეთ არავინ არ განიკითხოთ, რათა არ განიკითხნეთ. შეეცადეთ ყველა აპატიოთ, თუ გინდათ ღვთისგან პატიება. შეეცადეთ შეიყვაროთ მოყვასი, რათა გაიგოთ როგორ უნდა შეიყვაროთ უხილავი ღმერთი. ორი 2000 წელზე მეტია, რაც დაარსდა ჩვენი ეკლესია მართლმადიდებლური. და სულ ერთი და იგივეს ღაღადებს. შევიყვაროთ ღმერთი და შევიყვაროთ ადამიანი. ამას ხადაგებდნენ ჩვენი წმინდანები, ჩვენი პატრიარქნი, ჩვენი მოწამენი და აღასრულებდნენ ამ სიყვარულს. ჩვენ ძალზე დიდი მასალა გვაქვს იმისთვის, რათა ვისწავლოთ ეს სიყვარული. ჩვენ ხშირად უნდა ვკითხულობდეთ ჩვენს ისტორიას, ჩვენი წმინდა მამების და დედების ისტორიებს და ცხოვრებას. ეს არის ჩვენთვის ხილული მაგალითი, როგორ უნდა ცხოვრობდეს ქრისტიანი. ზოგი იტყვის, ეს ადრე იყო და ადრე უფრო ადვილად ცონდებოდა ადამიანი. ნუ რაც უკაცრავად. რაც უფრო მეტია განსაცდელი და სასტური, მით უფრო მეტია უფლის მადლი. ჩვენ ვიცით რომ შუა საუკუნეების მამებს ენატრებოდათ ბოლო ჟამის მოღვაწეობა. ნატრობდნენ ბოლო ჟამში ყოფილიყვნენ და ცხონებულიყვნენ. ახლა მე ვერ ვიტყვი რომ ჩვენ ბოლო ჟამის ქრისტიანები ვართ. ჩვენ არ ვიცით როდის მოგზავდება ჩვენი უფალი იესო ქრისტე, როდის იქნება მეორედ მოსვლა. მაგრამ ქრისტეს ესე იგი შობის, მოღვაწეობის, ჯვარცმის და აღდგომის შემდგომი პერიოდი უკვე ბოლო ჟამის პერიოდია. უფლისთვის 1000 წელი არის როგორც ერთი დღე და ერთი დღე როგორც 1000 წელი. მაგრამ ნიშნები იმისა, რომ უფრო მეტად წარმართულ სამყაროს ემსგავსება ჩვენი ცოდვილი დედამიწა აშკარაა.
ჩვენ დავკარგეთ ერთმანეთის სიყვარული და ზუსტად ამაზე ბრძანებს უფალი, რომ ეს არის უტყუარი ნიშანი იმისა, რომ მოახლოებულას უფლის მეორედ მოსვლის ჟამი. მაგრამ მე ჩემი აზრით შეიძლება ვწდებოდე კიდევაც, მაგრამ მე მგონია და იმედი მაქვს იმისა, რომ ჩვენ ადამიანებს შეგვიძლია გადავწიოთ ბოლო ჟამი და რითი? სიყვარულით. როცა უფალი დაინახავს ჩვენს სიყვარულს ერთმანეთისას, ჩვენ ზრუნველობას ერთმანეთისთვის, მოკითხვას, მოფერებას, რა თქმა უნდა, ალბათ გააყოვნებს, რათა უფრო მეტი ადამიანი ცხონდეს, უფრო მეტად სავსე იყოს სასუფეველი. აი ზუსტად ჩვენი მარხვა, აი ეს დიდი მარხვა, აი ამ მიზანს ემსახურება, რომ ჩვენ მართლმადიდებლები ვისწავლოთ ერთმანეთის სიყვარული და ღვთის სიყვარული. იმიტომ რომ როცა განიწმინდება ადამიანი სულიერად და ხორციელად, უფრო მეტი შანსი აქვს ამ სიყვარულის მიღებისა. როცა ადამიანი არის დამძიმებული ცოდვებით, მანკიერებებით, დამძიმებულია საჭმელით, ამ ქვეყნის ზრუნვით, პრაქტიკულად არ ცალია საკუთარი სულისთვის, ღმერთისთვის და მაშასადმე მოყვასისთვის. ამ დროს იზრდება ადამიანის ეგო, მე და ადამიანი ხდება ეგოისტი. სიტყვადან ეგო, ეგოისტი, ანუ მარტო საკუთარ თავზე ზრუნავს, როგორმე ამყოფოს კომფორტში, არ მოაკლოს არაფერი. და როცა ეს არ გამოსდის, მერე იწყებს სხვა ადამიანების განკითხვას, თავის მართლებას. მერე თუ ვერ გადალახა რაიმე განსასწრელი, ვარდება სასწრაფეთილებაში, უიმედობაში, უზიანდება ნერვიული სისტემა, ფსიქიკა და ივიწყებს ღმერთს. ყოველივეს საწყის. ესეთი ადამიანი პრაქტიკულად თვით განადგურების გზაზე დგას. ჩვენ ვკითხულობთ ფსალმუნებში, თქვა უგუნურმან გულსა თვისა, არ არის ღმერთი. ანუ ესე იგი ძველ აღთქმისეულ ეპოქაშიც კი წმინდა დავით მეფეს ესე იგი არ დაწერილი ეს ფრაზა. მაშინაც კი იცოდნენ, რომ ურწმუნოება არის უგუნურობა. ჩვენ ვიცით, რომ უგუნურობა არის ესე იგი სისულელე, აშლილობა, სულიერი აშლილობა, ფსიქიკური აშლილობა. ანუ ადამიანი, რომელიც ღმერთს არ აღიარებს, უარყოფს ღმერთს და არის ურწმუნო, არის ფსიქიკურად აშლილი, შეშლილი. ასე რომ არა ადეკვატური და არ არის ნორმალური. და ზუსტად ამას ემსახურება ჩვენი ეკლესია, რომ
შეშლილი ადამიანი მოიყვანოს მწყობში და ადამიანმა მიიღოს ნამდვილად ადამიანური სახე. ჩვენ გარდა ამისა უამრავი რამ უნდა ვისწავლოთ. უნდა ვისწავლოთ აღსარების თქმა. ძალიან ბევრი დაიარება წლების მანძილზე ეკლესიაში, მაგრამ აღსარების თქმა ვერ უსწავლია. აღსარება არის ცოდვების მონანიება, ცოდვების აღიარება და სინანული მათზედა. როცა მოდიხართ, მე არ მაინტერესებთ თქვენი სიკეთეები. არ მაინტერესებს თქვენი გამარჯვებები ჭალებში, ხო? არ მაინტერესებს თქვენი კეთილშობილობა. ჩვენ უნდა ვისწავლოთ სახარება. სახარების სწავლის გარეშე არ არსებობს ქრისტიანობა. როგორ შეიძლება ქრისტიანი იყო და სახარება არ იცოდე? მაშინ როგორი ქრისტიანი ხარ შენ? ასე რომ სახარებაც უნდა ვისწავლოთ. სხვათა შორის უკვე მეცნიერულად მტკიცდება ესეთი რაღაცები, რომლებიც ჩვენმა წინაპრებმა ისედაც იცოდნენ. მაგრამ ახლა მეცნიერულად ამტკიცებენ. აი დავუშვათ, ეკლესიის ზარი კლავს ბაქტერიებს. არის მეცნიერულად დამტკიცებული. და არ იცოდნენ ჩვენი წინაპრები, რომ არა მარტო ფიზიკურ ბაქტერიებს კლავდა, ესე იგი ზარის ხმა, არამედ სულიერ დემონებსაც, ესე იგი უკუაქცევდა, განდევნიდა. ახლა თურმე მეცნიერულად ამტკიცებენ, რომ ლოცვის თქმა არის ორგანიზმისთვის სასარგებლო. ცდებს ატარებენ. აი დავუშვათ, ადამიანი ასე იგი შფოთიანი, ხო? აი დავუშვათ, ქუჩიდან რომ ამოიყვანო სტუდიაში, ან იმაში, რა ქვია, სამართლობაში და გაუზომო, ესე იგი წნევა, გამოიკვლი ყველანაირად, ხო? დააფიქსირო ეს მდგომარეობა, დავუშვათ 5 წუთში ათქმევინო მამაუჩვენო და ისევ გაუზომო ეს ყველაფერი. გამოიკვლია. აბსოლუტურად სხვა ადამიანი იქნება ის. გაცილებით დამშვიდებული, გაცილებით განწმენდილი. ასე რომ ლოცვების წარმოთქვას არა მარტო სულიერი ესე იგი ასპექტი გააჩნია, არამედ ფიზიკურიც კი. იმიტომ რომ ადამიანი არ განიხილება ცალ-ცალკე სული და ხორცი. ადამიანი არის შეერთება სულისა და ხორცისა. სადაც სული არის უკვდავი და უხრწნელი სუბსტანცია, ხოლო ხორცი არის ხრწნადი და მომაკვდავი. მაგრამ მათი ერთობა აღსდგება აუცილებლად უფლის მეორედ მოსვლის ჟამს. უამრავ სიბრძნეს ინახავს ჩვენი დედა ეკლესია. აი თუნდაც სახარების წაკითხვა. როცა თვალი კითხულობს სახარებას, ყურს ესმის და ენა მოძრაობს. დღეს, ხვალ, ზეგ, მაზე იწმიდება ადამიანი. იმიტომ რომ ეს ლოგოსი, ანუ აი ეს წინადადებები, რომელიც წერია სახარებაში, უნიკალურად და ესე იგი არიან დალაგებულნი. დალაგებულად წერია. და ეს დალაგება, ეს წყობა ამშვიდებს ადამიანის ესე იგი ნერვიულ სისტემას. სულზე აღარ ამაქვს ლაპარაკი. ასე რომ აუცილებლად უნდა ვიკითხოთ ასარება, ესე იგი სახარება. უნდა ვიგზავნეთ აღსარებას. უნდა ვეზიარებოდეთ. უნდა ვცხოვრობდეთ კურთხევით.
უნდა ვეფერებოდეთ ჩვენს უფალს. კვირაში ერთხელ ან ორჯერ მოდიხართ ეკლესიაში. და მოდით ეს დრო უფლის სადიდებლად და ჩვენი სულების საცხოვნელად გამოვიყენოთ. კვირაში ერთხელ მოდიხარ და თუ აქაც ისე მოიქეცი, როგორც გარეთ იქცევი, იჭორავე, ილაპარაკე და ეს უნიკალური დრო ტყუილად დაკარგე, თან პლუს სხვაც შეაწუხე, რომელიც მართლაც ესე იგი სალოცავად არის მოსული აქ. შენ პლუსების მაგივრად მინუსები გეწერება. ეს გვახსოვდეს. უნდა ვიცოდეთ, რას ვეზიარებით ჩვენ. როცა მღვდელი გამოდის ამბიონზე ბარძიმით ხელში, ესეთ სიტყვებს ბრძანებს ხოლმე. შიშითა ღვთისა და სარწმუნოებით და სიყვარულით მოვედით. ანუ ეს მოწოდება არის, ესე იგი, მაზიარებლების მოწოდება. ვისაც გინდა ზიარებაო, უნდა მოხვიდეთ სარწმუნოებით შიშითა ღვთისათა, ანუ შიში უნდა გქონდეს ღვთისა, სარწმუნოება, რომ ნამდვილად ეზიარები უფლის ჭეშმარიტ სილს და ხორცს და სიყვარული უფლისა. აი ეს სამი კომპონენტი უნდა გქონდეს მაზიარებელ ადამიანს. რათა ეს ზიარება შეერგოს. და სხვა, ესე იგი, მოციქულთა ეპისტოლეებში წერია ესეთი რამ, მოციქული წერს, რომ ძალიან ბევრი სნეუდებიან და კვდებიან კიდევაც არასწორად, ესე იგი, ზიარების არასწორად მიღების გამო. ეს ადამიანის თვითმიზანი კი არ უნდა იყოს, როგორმე ჩქარა ეზიაროს, არამედ გააზრებულად, შიშით და გრძალვით უნდა მივიახლოთ. უნდა ვეზიაროთ უფალს. ეს არ არის სასადილო. ეს არის უნიკალური რამ. ზიარება ყველაფერზე მეტია და აღმატებულია. თქვენს მშობლებზე და შვილებზე. თელს დედამიწაზე თავისი ავლა დიდები. იმიტომ რომ ეს არის ზღვენი, ეს არის მსხვერპლი, ეს არის ქრისტეს სისხლი და ხორცი. აი ეს ყველაფერი უნდა კარგად გავიაზროთ. ჩვენ არა ვართ რობოტები, ჩვენ ვართ ადამიანები. ჩვენ არა ვართ ცხოველები, ჩვენ ვართ უფლის ღმერთის ხატება და მსგავსება. მას პატი მივცეთ ამ მსგავსებას და ხატებას. ჩვენ ვართ ტაძარნი ღვთისა. ხო, ყველა ადამიანი, ყველა მართლმადიდებელი მონათული ადამიანი არის ღვთის ტაძარი, სადაც დავანებულია სულიწმიდის მადლი. და ტაძარში საერთოდ რას აკეთებს ადამიანი? ლოცულობს, ხო? ესე იგი, ტაძარში ინანიებს, ტაძარში არის ქველმოქმედი. აი ეს ყოველივე შენ გულში უნდა გქონდეს. და მაშინ ვიდგებით გადარჩენის და ცხონების გზაზე. დღეს ჩვენ აღვასრულებთ 7-ჯერ ზეთის ცხებას. ეს საიდუმლო სრულდება ძირითადად დიდ მარხვაში. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ აღვასრულოთ დღეს. ალბათ მეორეთაც იქნება ამ ტაძარში 7-ჯერ ზეთის ცხება. ანუ იმ ადამიანებს ექნებათ საშუალება ამ საიდუმლოს მიღებისა.
ვინც ვერ მოესწრო დაუშვათ დღეს. ალბათ ბოლო მე-6 კვირაში იქნება ეს სავარაუდოდ. მანამდე გაგაგებინებ. ახლა რა მნიშვნელობა აქვს ამ 7-ჯერ ზეთის ცხებას? ეს არის ერთ-ერთი საიდუმლო თაგანი, რომელიც არის საკურნებელი როგორც ხორცისა, ასევე სულისა. ამ საიდუმლოს აქვს მადლი დავიწყებული ცოდვების ახოცისა. ანუ ის ცოდვა, რომელიც თქვენ გაქვთ დავიწყებული და არა განზრახ დამალული, რომელიც თქვენ ფიზიკურად არ გახსოვთ. აი ეს ცოდვები ყველას მოგეტევებათ. აი ამ საიდუმლოს შედეგად.